თითქოს მოულოდნელი არაფერია, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, მაგრამ გამოჩნდება თუ არა მომნუსხველი ნანი ბრეგვაძე, ძალა აქვს, ერთიანად თავდაყირა დააყენოს ყველაფერი მის გარშემო. ნანი რა ვამაზიქარ, რაღაცით თითქოს გავს კიდეც საკუთარ სიმღერას, საკუთარ განვლილ ცხოვრებასაც და კიდევ დაუმორჩილებელ დროს გავს. ქალს, რომელიც არ ემორჩილება დროს და 90 წლის ასაკშიც შესწევს ძალა მოაჯადოს მაყურებელი. საქართველოს არის უნიშნულესი, იმიტომ რომ ერთი მაგალითია, ხო? როგორც პიროვნება, ცხოვრების წესით, ხელოვნებაზე საუბარიც არ არის. გიყვართ მისი სიმღერა? მაგაზე გავიზარდეთ, ხო? ეხლა დიდი ის არა ვარ, თქვა მუსიკალური სმენა არა მაგ, მაგრამ ყველა სიმღერაში ვარჩი. ერთადერთი მომღერალი, ვისაც ვცნობ. და მეშლება. წარმოუდგენელია. ჩემი დაქალია რა. მართლა. კი. ბატონო მივუთხარით რამე თბილისის სიტყვები და დაგანებებს. ნანის. აუხარდები. რა უთხრა. დავით ძალიან იცის რა გულითაც საუბრობდა, რა გულიც მაქვს, სიტყვები საჭირო მეგონი. ნანი თვითონ ესეთია, რომ ზედმე სიტყვები არ უყვარს. ნანიკო, გილოთავ ყველაფერს, რაც შენ ქართულ ხალხს გაუკეთე და გაახარე. იყავი ჯანმრთელი, იყავი ბედნიერი და იყავი დიდხანს ჩვენთან ერთად. ეს მეგობრობა ჩვენ გვაკავშირებს სამთაობას და მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს მე აქ ვარ და მაქვს საშუალება ნანის მოულოცო 90 წელი. სხვათა შორის ნანის უმეუბნება, რომ რაღაც იმდან დიდი სიყვარული გვაქვს ერთმანეთის, რომ მე პირადად მაგონებს ბები აჩემს ქალბატონ ნინო რამიშვილს რაღაც საერთოს მაგაჩი ვპოულობ და ამას რომ ვეუბნები, ძალიან უხარია ნანის, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა ქალბატონი ნინო რამიშვილი და მეც ისეთი სიყვარული მაქვს, რომ ვთვლი, რომ მე დღესაც ნანის მეგობარი ვარ. გულოცავ ქალბატონ ნანის დღევანდელ დღეს, ჩვენ ყველა ბედნიერი ვართ, რომ საქართველოს ყავს ასეთი ადამიანი, რომელიც არის მოდელი, როგორც პროფესიული ცხოვრებით, ისე თავისი ადამიანობით. და ყველა ჩვენთაგან სახელით მეც ულოცავ მას დღევანდელ დღეს და უსურვებ, რომ ძალიან დიდხანს იყოს. ზაფხულის გრძელ საღამოსაც გავს საკუთარ დაბადების დღეზე განვლილი გრძელი მუსიკალური ცხოვრებიდან ან ქალს, რომელიც წარსულის სურათებს არ სჯერდება და წარსულზე მეტად ამ დრომდეც მომავლის ხმა უფროა. ეგრეთ ივად რად მიყურებ მთავარი გულციო ლამასო სიღარიბემ წუხარები დამავსო ხედავ გულს ლახავარი დამასო გზები მაინც გამინადემ Catches a bottle twice. Rabkhna meter getiltso dvashchavide. Shemam kheder ali metzva. მისი განსაკუთრებული სიმღერის მანერა და სტილი ფიქრის შესაძლებლობასაც გვაძლევს იმაზე, რა იქნებოდა ნანი ბრეგვაძე მუსიკის გარეშე. ან პირიქით, ქართული მუსიკა და სიმღერა ნანი ბრეგვაძის ფენომენის გარეშე. ნანი ბრეგვაძესთან ვერსად ვერასდროს წააწყდებით მუზეიმე, საკუთარი თავით კმაყოფილ ქალს, მხურვალე თაყვანისცემის კვალდაკვალ, რომელიც მთელი ცხოვრებაა თანსდევს. მის ზალდაუტანებელ გასაოცარ სიმღერაში აწყდებით ყველაფერს ამპარტავნების გარდა. სამაგეროდ აუცილებლად წააწყდებით იმას, რომ 70 წელზე მეტია ნანი ბრეგვაძელს ზალდაუტანებლად ჰქვია, უბრალოდ თანამედროვე. ახალგაზრდებთან უნდა იყო, აბარა, ჩემი დრო უკვე წავიდა, მაგრამ თუ არა, მე ძალიან კარგად ვიყურები, როდესაც ახალგაზრდას უნდა შენთან ურთიერთობა
დაგიწერ სიმღერას, შენთან ერთად უნდა გამოსვლა, ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს. აი ეს არის დიდი ბედნიერება და დღევანდელმა დღემ კიდე დაამტკიცა, რომ მე აუცილებლად უნდა ვიყო გვერდით ახალგაზრდებთან, აუცილებლად. სანამ ისევ იუბილარი გამოჩნდება, უშუალოდ გადავალოთ თვალი, როგორ შეუძლია ისევ მხოლოდ მას 90 წლის მომღერალს საკუთარ იუბილეზე ამდენი თანამედროვე ვარსკვლავის ერთად თავმოყრა. ის ადამიანები მართლა სცენაზე დღეს ვინც იდგებიან, მართლა ის ადამიანები არიან, ვინც ყველაზე მეტ ლაპარაკობს ნანიზე, ისე რომ ერთ სიტყვას არ ამბობს და ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გონია. ჩვენ ვუკრავთ მეგონი 8 ხო მე გიგაშა ნიკალა კორძი ნიკოლოზი ჩვეულებრივი საგიჟეთით მივლოცავთ ნანის მადლიერი ვარ იმის რომ ნანი არსებობს ჩვენ ქვეყანაში იმიტომ რომ არის ერთი მან ყველაზე აუჩ როგორ სიმბოლო ყველაზე მაგარი ვინც კი მაგარია ნანის გარდა იმიტომ არის რომ ნანი მიარსება აქამდე. ეს ძალიან ხმამაღალი არ მიდაუკრა. საქმეს ვერ კიდევ რაღაცნაირად განცდა რჩება თითქოს თითოეული მუსიკოსის სცენაზე შთაგონებულია ნანი ბრეგვაძით და აკომპანირების გარდა რაღაცნაირად თავს ევლება ამ ქალს. კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისებაც აქვს. ახალგაზრდების რწმენა აქვს და ენდობა. ხშირად ახალგაზრდების მუსიკალურ ცხოვრებასაც განსაზღვრავს ხოლმე. აი მე როდესაც პირველად გავაკეთე ნანის კონცერტი, როგორც მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, ვიყავი 20 წლის. ფილარმონიაში ეს იყო მისი ვარსკვლავის გახსნა და მაშინ შეთავაზა ნანის მარინა ბერიძემ, რომ აი რაღაც ესეთი იდეა გაჩნდა, რომ აი ახალგაზრდა მე მაშინ ვენაში ვსწავლობდი და ჩამომიყვანეს ამ. ხა წარმოიდგინე, რომ ასეთი დიდი ვარსკვლავი იყო ყოველთვის და მაშინაც და მისი ვარსკვლავი იხსნებოდა და მან თქვა, რომ კი. და მანდო ეს ამხელა პროექტი, ხო? ეს კი რას ნიშნავს თქვენთვის დღეს? ეს იმ თანხმობამ განაპირობა ალბათ ჩემი ბიოგრაფია. მის იუბილეს საინტერესო კონცეფცია აქვს. შეთანხმდნენ და გადაწყდა, რომ სცენაზე იქნებიან მხოლოდ მამაკაცები, რაღაც თვალსაზრისით საოცარი მუსიკოსები და ერთადერთი ნანი, ისე როგორც მისი მუსიკალური და შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისში. ვინც სცენაზე დგას, ის არიან ძალიან მაღალი რანგის მუსიკოსები, ახალგაზრდა მუსიკოსები, თავისუფალი მუსიკოსები, რომლისთვისაც აი ყველაფერი არის თავისუფლება და აი სულ თქვა თავისუფლად და გადავწყვიტე ესე აქაც ნანი წავუყვა. ეს ნიკოლოზ რაჭველი და ეს ბიჭები ყოფილიყო. ეს ფორმა მაგონებს რას ნანის ბიოგრაფიას, იმიტომ რომ თუ გავიხსენებთ და არაერთხელ მონაყოლითაც ვიცით მე ისედაც ბევრჯერ მსმენია ნანისგან და საერთოდ ბევრისგან, რომ მთელი 60-იან, 70-იან, 80-იან წლებში ნანის გარს ეხვევოდა საუკეთესო ჩვენი ქართველი კომპოზიტორები, მუსიკოსები, დირიჟორები, რაღაც წრე იყო ბიჭების, იმ დროინდელი ბიჭების, რომელსაც ყავდათ ერთი მეგობარი ქალი ნანის სახით და სულ ერთად იყვნენ. და რაღაცნაირად სამწუხაროდ ნანის იუბილეს ვერცერთი ვერ მოესწრო. ყველა იქ ქვეყნად არის და რაღაც თითქოს ეს პასუხისმგებლობა ეხა მათ ჩვენ დაგვტვირთ ეს ამეთი. ხო, ყველას და თითქოს რაღაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი დაწყებული საქმე. Love is a song.
მთელს ეპოქას იტევს, მთელს 90 წელს. თითქოს ერთადერთია, ვისაც მუსიკასთან ასეთი დამოკიდებულება აქვს და თითქოს ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ასეთი უნდა ყოფილიყო. ისევე როგორც მისი ყელი არის უნიკალური და ვერავინ ვერ გაიგო რა ხდება, იმიტომ რომ ასე ფლობდე ტექნიკას, როგორც ნანი, მე ჯერ არ მინახია. ასე იცოდე სად როგორ ისუნთქო, რომ ფრაზა იყოს აბსოლუტურად სხვანაირი, ვერავინ ვერ მღერის ნანისნაირად და ვერავინ ვერასოდეს ვერ იმღერებს ნანისნაირად. კარიერა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო. იქ დედამ მიიყვანა. მერე პევზნერს უარი ვერ უთხრა და რეროში მოხვდა. პირველი ტრიუმფი დიდ სცენაზე სწორედ რეროსთან ერთად ჰქონდა. მთელი მსოფლიო მოიარა და სცენისაგან მოჯადოებული მთელი ცხოვრება სცენაზე დარჩა. აპლოდისმენტებისთვის არ უცხოვრია, თუმცა ყველაზე მეტი ტაში დაიმსახურა და ტაშმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა. ქართული სიმღერის მთელი ეპოქა შექმნა და დანამდვილებით ყველაზე უკეთად სიმღერა და რომ არა, ნანი არავინ იცის, როგორი იქნებოდა ქართული სიმღერის ამბავი სიყვარულზე, მთვარეზე, ქარზე, სამშობლოზე, ან კიდევ მინ მოთვლის რაზე. მაგრამ შენ სავაგი ხვალს სავაგი დაცებს ალაბა ჩემსგენ არასოდეს როგორ არასოდეს ჩემსგენ არასოდეს დუეტის შესაძლებლობა რომ მომეცა, ეხლა მე არ მომივიდო და ეგ იდეა ხო ხვდები, იმიტომ რომ ვერც გავბედავდი ვერასდროს. იდეა იყო ესეთი, დიდ კონცერტზე ვიმღერე და ესე მოხდა რა და ჩემ ცხოვრებაში ძალიან სერიოზული ნათელი ამბავია ეს. გიყვარს ნანი? როგორც ყველას, რა თქმა უნდა. მიულოცეთ. ქალბატონო ნანი, იყავით მუდამ ბედნიერი და ჯანმრთელი. ყველას გვიყვარხართ ძალიან. ნანი, მართლა რაღაც ნამდვილი დედოფალი არ ვიცი. რომ ავიდა სცენაზე, ამან კიდე რაღაც სულ სხვა მუხტი შეიტანა და მართლა აი ესე ვარ შეძრული, სულით ხორცამდე. ხასიათზე ვარ და როგორც უნდა იყოს იმ ყველაზე მაგარი ქალის დაბადების დღე, ვისაც კი საქართველოში უარსებიაოთ ესმე და მას ეძღვნება დღევანდელი ჩვენი გული, სული და ყველა თითოეული ბგერა. მადლობა. მის საიუბილეო 90-ე დაბადების დღეზე თითქოს მისი მთელი განვლილი ცხოვრება, მთელი რეტროსპექტივა იშლება. მისი იუბილე რაღაცნაირად მშვენიერიც იყო და ამავე დროს სევდიანიც. ცხოვრებაში არის შენი საქციელი, შენ როგორ ცხოვრობ, შენ რა დაიმსახურე. არ ვიცი, მე ჩვეულებრივად მგონია, რომ ცხოვრობდი ნორმალურად, რასაკვირველია და ესეთი სიყვარული ძალიან დღეს კიდე უფრო მომემატა სიმდიდრე. რაში დარწმუნდით დღეს საღამოს? არა, მარტო დღეს კი არ, მაგრამ დღევანდელ დღეს მაპატია ხალხმა ჩემი ასეთი გამოსვლა, იმიტომ რომ მე მაინც ვერ ვარ კარგად, ხო? ძალიან მაგრა იმღერა რა. არა, ეს რაღაცა ესე არის. მე უფრო მეტი მინდოდა რომ მე უკეთესი ყოფილიყავი, მაგრამ ისეთი მადლიერი ვარ მე ამ ჩემი უსაყვარლესი ხალხის. მე ვარ ბედნიერი ქალი რომ უყვარვარ ვარ, იმიტომ რომ მე მიყვარს.
90 წლის ნანი ბრეგვაძე სცენაზე გვარწმუნებს, რომ სრულად საკუთარი მუსიკალურობისაგან შედგება. ის რომ ყველა დროში, ყველა დიდი კომპოზიტორისა და საინტერესო და თანამედროვე მუსიკოსის შთაგონების წყაროა, ისევ მეტყველებს იმაზე, ვინ არის ნანი ბრეგვაძე. ბევრია თუ ცოტა. წარმოადგენ მაგრამ რიცხვით ძალიან დიდია და შინაგანად როგორც არის ახალგაზრდა ისეთი. კონცერტის დასასრულს თვითონაც ბედნიერი იყო და რაც მთავარია, მისი სიმღერით შთაგონებულ თითოეულ ჩვენგანს მოგცა შესაძლებლობა ცოტა ხანს თავი დაავახციოთ ამ ქვეყანაში ყოველდღიურ ძალიან მძიმე რეალობას და ცხოვრებას.